ისეთ სიცხეში, როდესაც ადამიანი კარგავს საკუთარ ჭრილს, არც თუ ისე ბევრს აწუხებს ქალაქში დარჩენის სურვილი. მათ ძირითად ბირთვს შეადგენენ ღრმატპატივცემული ლექტორები, სწავლას მოწყურებული ახალგაზრდობა და რა თქმა უნდა მშობლები. მშობლები ეძებენ, მშობლები დარბიან, მშობლები ღელავენ, მშობლები წითხდებიან, მშობლები და საერთოდ იქ სადაც მშობლებია, შვილები შესანიშნავად გრძნობენ თავს. ჩვენც სწორედ მშობლებით გვინდა დავიწყოთ ეს ფილმი. ოჯახის მამა და მარჩენალი ნელიტო მდელთაძე. კბილისელი. მისი მეუღლე ალისა, ქალი საკმაოდ ენერგიული, პროფესიით იასახის. სიდედრი, დედა და ბებია, ქალბატონი გულცა. ალისა სიდეური ბელადი, ყველა საშინაო და საგარეო საკითხში. გულცას მეუღლე, პატივცემული გაბრიელი. შორეულ წარსულში მომღერალი და ლოტბარი, აცგანსვენებული. ცხადია ამ საპატიო მიზეზით იგი ფილმში მონაწილეობას ვერ მიიღებს, მაგრამ მაინც გარკვეულ როლს თამაშობს ოჯახის ცხოვრებაში. ოჯახის იმედი და მომავალი რეზი. მაპატიეთ. მიპატიეთ. ჩემს გამოდარჩით. ეგ არაფერი. ვინც ის სად გაგვიანდებოდა. ნამდვილად არსად. თავისუფალი მოქალაქეა. 1 სექტემბრამდე. აჰ, სტუდენტი ხარ. დიახ. მომეც მოგეხმარები. არა, გმადლობ. მე თვითონ. რატომ დირიგენტი წელე? აი ბიჭმა გამიტეხა თოჯინა. შენ გავტეხე თოჯინა? ა? მომეც გენეცოლე. ნუ დი. მომე. დამჭირ. რეზიკომ სკოლა უკვე დაამთავრა. აქ სულ მალე მზრუნველი ხელი ალბათ ჩააკრავს სურათს. სტუდენტი რეზიკო ამ ხანაგებს შორის. მაგრამ მოდით ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ოჯახში ეს სერიოზული საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. კარგი იქნება ხალხი ცივ-ცივ ყნულ გვერდებში. მაგრამ მიგაღისებს. სანაფეხს არ გაჯიმა. ალისა. გენაცა, მე ფიქრობ შენ უნდა გავიდე ქალაქი. სანამ რეზიკო ფეხს არ შედგამს კონსერვატორიაში ვერსად ვერ წავალ. გულს არ უყვარს ხუმრობა. რა ვქნა? რატო ღელა? ტენორებს ახლა სანთლით ეძებ. სანთლით კი არა. ხომ ხედავ? ნუ გეშინია. რეზიკოს ვერავინ შეეცილებ. ბავშვს ბურთივით აქვს მოწოლილი ხმა ხელში. თუ კომისიაც ამაზის იქნა? მელიტონ, ნუ თუ ეჭვი გეპარება. არა, მაქს. მაგრამ მი გამოდგება? გთხოვთ. ასე უდიერად ნუ იხსენიებთ ბავშვის ვოკალურ მონაცემებს. იქნება ტრადიცია არ უწყობს ხელს. შენ ჩემშიაც ჩაგალიფ წყინვალე მომავალი. ჩამკეტი ამ 4 კედელში.
ვაიმე. გული. ალისა. გეშინე. ალისა. რასნიშნე? ის ფაშინდა შეუსიმის. კონსერვატორიაში და აკადემიაში მივაღები. ახლა თავისით ვინ აბარებს მელიტონ? თავის დროზე შალიაპინიც არ მიიღეს ჩვენს ოპერაში. მაინც შემდგარ რაგინ მე ხომ არ მივიღებ მის მაგივრად. მაგიაც! რა სჭირს ბაბუამისის შვილიშვილს ხმის სამღერალი? უნდა დატრიალდე მელიტონ ქვეყანას იცნო. ოჰ. გთხოვ დაანებოთ ბუზებს თავი, როდესაც წდება ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი. ბუზების მოგლის უფლებას არ აქვს, ხო? მე მგონია მაქვს უფლება გავაკეთო ის, რაც მიმაჩნია. თქვენ ისიც მიგაჩნიათ, რომ საკუთარ შვილის ბერძზე სხვა უნდა იზრუნოს. არ ვიცი ვის რა მიაჩნია. მე კი დღესვე შემაქვს რეზიკოს საბუთები კონსერვატორიაში. ბატონო, დავტრიალდები. ვირთე. ხალას დავას. აი ისიც. მომავალი ვანო სარაგიშვილი. იქნებ კარლზოც კი. რაიც, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. რეზიკო. ხვალ საბუთები შემაქვს კონსერვატორიაში. Fa sol la si do. ეს ხომ ისინაც ცნობია, მუსიკას ვწოდნი. რა ქვია? გასყავოს ვარტება, თუმცა რა დროს ეგაა? ასეთი პაციენტი 1000-ში 1 იბადება. ოდიში. გამარჯობათ. რა დაგემართათ? კბილი. მე? მგონი აქვია პოლიკლინიკა. მიაგერა რა ვარ? თქვენ ამისთვის როგორ შეგატოხოთ? როგორ გეკადრება? თქვენ გიკადრებთ და მე სხვაგან გაგიშვათ? გმადლობთ. არავითარ შემთხვევაში. არავითარი პოლიკლინიკა. გმადლობთ. აბობზადით? გმადლობთ, აქვია პოლიკლინიკა. ტაქსი! გმადლობთ, აქვია პოლიკლინიკა. ახლა ვერ წამოვა. სხვა კბილზე შეგატოხებ. სხვა კბილს? სხვა კბილს მოკაცრობ. მიდი. არ შეგაწუხებით, მაგრამ ბავშვი პირველად გადის გამოსტაზე. არ დამუწოთ. პატარა ბიძგი თუ არ ვერ იმღერებს. მოგეხსენებათ შალიაპინიც კი. არ დამუწოთ, ეხლავე. არ დაგაიხსნებათ, ხო? ესე იგი, ჩემი რეზიკო თქვენი იმედით. პირი არ დამუწოთ. პილსოდიანი წყალი ყოველ 5 წუთში ხვალდილამდე. სწორედ ხვალდილით უნდა იმღეროს. ძალიან ღელავს. აბა თქვენიც. პირი არ დამუწოთ. ვოკალური მერვე ჯგუფი. ლირიკო დრამატიული ტენორი. ვოკალური მერვე რა მოხდა? არ დაგავიწყდეს. რეზიკო ბელთაბზე მელიტონიზე. აუ. ესეც ასე. რაო? ყველაფერი რიგზია, აბა? მართლა? ჩემს ვაშკაცობასო. ლაპარაკო. რაც ხელა. კარგი ახლა ცივიწყალი. დედა, ბორჯომი. ასე? თურმე რა ცოტა რამ ყოფილა საკირო ოჯახური იდინი ისე. Do re mi fa sol la si do re mi fa sol la si do re mi
fa sol la si do do re mi fa sol la si do re mi do re mi do re mi do re mi mi do re mi fa sol la si do. Niveau Z. ელ თაძე რევას მელიტონის ძე. დიახ. დაიწყოთ არა? დიახ. ვირდება. აბა, რას გვიმღერებთ მატვილო? რაც გნებავ. რაც მოამზადეთ ის გვიმღერებთ. ხო. აბა, რა სიმღერებს? არაყიშვილს? მოცარტს, შუმანს, ა? თოლი. ჰა? თუ შეიძლება თოლი. შემოვხდი და გამიფრინდი როგორ თოლია ინდი მინდი ფერა ჩინდი ბაგე ქონია ვაირა უცებ გამიფრინდი რა შორს ახველი ჩამიტოვე თვალში ბინდი გუში ნაღმელი სადახარ თოლია სადაფრეს მომხარეს და ვინიცის შენ იქნებს უსვას ახარებ ბევრი შემყალვის თანა ჩემო თოლია მაგრამ ცეცხლია მიხანა ვაცადოთ. იმღეროს. მოუსმინეთ. სადაფრეს მომხარეს და ვინიცის შენ იქნებს უსვას ახარებ თოლია სადაფრეს მომხარეს და ვინიცის შენ იქნებს უსვას ახარებ გამირბი ხარ და მათვალებ მაინც გიპოვი ჩაგიკოცნი ლამათვალებ როცა გიპოვი თოლია სადაფრეს მომხარეს და ვინიცის შენ იქნებს უსვას ახარებ ბევრი შევხვდა ალვისთანა ჩემო თოლია მაგრამ ცეცხლია მისთანა არ ვისქონია მე შენს იმისაში ვეთებ გულში ქონია ზეგითია გაშიმგერდე ასე მგონია თოლია სადაფრეს მომხარეს და საკმარისია მატვილო საკმარისია გამირბი ხარ და მაწვალებ ყველაფერი გასაგებია საკმარისია ნიბზად ოლომპი გამღერეს? ამ სამშობლოა. მაინც იმან გამაჩარა. შენ რომ იცი. და გასაგებია. ისე სხვა კვილი ხომ არ მოატრა. დაიჩი. და შენ გადაირევა. ბებია ჩემი. მანდამობა. მართლა მახარობელი ვინ იქნება? შენ გეხუმრება და ერთი მემკითხე. ცეცხლი მიგებია. მამიკო. ხომ არ გასარგებლა? რა აზრი აქვს? პირველი სტერიკები მაინც არ გწდება. დედა ხარ? დედა. 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 დედიკო. ნუ გეშინია ჩავაბარე. რა? ყველაფერი კარგად არის.
მოდი. რა ჩაფარე, ბიჭო, აბარე. ჩაბა, ხო? აღარ მომასუნდა. ძიან, იცით რეზიკო სიმღერაში 5 ანი მიიღო. ვა, ედავში რა უკრია? ამ სიტყვის სიმღერა ხუმრობაა? შენ იგითხარ ამას? დედა გუცა გაგიჟებულია სიხარული. ფაბრიკო, რეზიკოს კიდვალე თუ მღერია. ახლა, დინი. საბაზი. რეზიკო გახსენე გამიდა. მე როგორ ეშინოდა ალისას? რეზიკოს პროფესორები გადაურევია. სად გამოჩნდა ბაბუამის ისმიცის? რა გაუძლებს? რეზიკო, ამოსები შევა. ბავშვები დაგე. შენგენაც. სადამე კარგი, მამიდო. ისე შეხვედრას არ ავშავ. ეს რაც ეს შემალ. რამე ჩემი ბიჭო. აბა რამე. კი მაგრამ აცი რა თუ. მამა, გინდა სადმე მართლა ჩავაბარე. სად? სადმე დაუსწრებელზე. ერთ თვისია მისაღები გამოსცა. რა აზრი აქვს? და უფრო ადვილად გადიტანე. ხო? არ გამო. მამა, მოემზადები. თუ არ მუშაობ, დაუსწრებელზე ვინ იგიღებს? სულ დამართ. რეზიკო. იქნებ მართლა წაიმუშავა? წაიმუშავა მე. სად მან? სად სულეთია? სანამ გამოსდები ჩავარეთ. რეზიკო. რეზიკო შვილო. ნელიტო, მომილოცავს. ჩავარო. ენაცვალოს დედა ჩემი სიამაყე. რეზიკო. ერთი წუთი. სულ ასე კარგად ჩაგებარებინოს დანარჩენი. მან. შენ იცი როგორ გვასახელებ. თამაზი თურმე შეჯიბრში გიწევს. რა ვიცი, ერთი გენახა მინდოდა. მე მგონია ხმა აქვს. შენზე კარგად ვინ მიხვდება, მაგრამ ახლა დაღლილი იქნები. არა, როგორ გეგადრებათ. წამოდით ამას. აბა, დავიწყოთ. ოჯახ. რას გიმღერებთ ყმაწვილო? რა გნება? რაც მოამზადეთ ის გიმღერეთ.
გასვლის ზეზიგო აქეთ მოვდივარ მამა რეზიგო მოდი აქ ბიჭო ხაზოდი ეხლა ზიამელი მოშოდი კიდე შევა ყველაფერი მოაგვარე სათამაშოების ფაბრიკაში რა? თამაშოები, ის სათამაშოები. ასეთი ფაბრიკა არსებობს საერთოდ. აბასაც კეთდება და საწვავის სათამაშოები. უფრო ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრე? იქნა მინისტრობა გინდა და მიმალა. სად მივხვდი? შეხუმრობდა მე მოვხვდი ამდე სირბილით. მაინც სად მიაგენი? დირექტორი ჩემი მეგობარია. მსახიობი იყო. ახალგაზრდობაში ერთად მონაწილეობდით დრამტრეში. მაგრამ რა უნდა გავაკეთო იქ? სასწრაფი აკეთებენ. როდიდან? სწავლა რომ დაიწყება. თხოვე. 1 სექტემბრიდან. თანხმობა უჩემოთ მიგიცია და მე რა შენი სტივიკო. დღეს უკანასკნელი გამოცდაა ვადუცემლო პროფესორი. კეთილი. რა ხუთიანები ჩაგიჯიგჯიგე? მოქალაქე ვაშაკიძე, გასასვლელთან გელოდება ცოლი. ხო, ვაშაკიძე. პროფესორი ვაშაკიძე. მოგილეცათ. მადლობთ. დედა, ამას შევიცნე რა. თავი გინდა მომჯრა. პირველი დღეა რა სიტყვენ პროფესორები. აუჩქარეთ. საკეითოთ ხომ არ მითხრას. რა დაგემართა ჯერ ბაც არა. ხის დაღებაზე იწყება ხო? რა? რა დაიც რა. ხო. აუ. ასეთი დილა ყველა ოჯახში რო თითენდება. ეს მხოლოდ დიდი ბრძოლით შეიძლება მოიპოვო. სულ რამდენიმე წუთით და ამ ოჯახიდან გასული კაცი პირველ ნაბიჯს გადადგამს ხელოვნების მწვერვალებისგან. აუჩქარ. რა ამბავია, კონსერვატორია თუ ქარხანა? რეზიკო გაგიანდება. რეზიკო, აი ეს გამოგადგება. ხანდახან დახედა, სტუდენტი ხარ. არ დაკარგო რეზიკო. ბაბუა შენი საათია. თვალის ჩინივით გავფრთხილდები. არაფერი არ დაგჭირდა. ყველაზე წინ დაჯექი. აბა შენიც. მოიცა. რა იყო? შინაგან არ დამავიწყდა. დააგვიანდა. აბა შენიცი ბებიკო. აბა, ბედნიერად შვილო. ჭკუით ბებიკო. რა არის სათამაშოების გარეშე ბავშვის სიცოცხლე? 0. ავიღოთ რევოლუციამდელი ბავშვი. ისმება კითხვა. რატომ იყო იგი გონება ჩლუნ, ჩამორჩენილი? პასუხი მარტივია. მას არ ჰქონდა სათამაშო. მას არ ჰქონდა სათამაშო. თქვენ როგორ ფიქრობთ? ასე არ არის? ასე არ არის? დიახ, ბატონო. ხო. კი. აბა, ახლა კი საქმე, ხმატვიო.
რეპით. კარგია. ერთი წუთით ქალიშვილებო, ერთი წუთით დღეიდან ჩვენს რიგებს შეემატება აი ეს ყმაწვი. რეზიკო, მოდი, სადა, მოდი. გთხოვთ იცნობდეთ რეზიკო დელთაძე, სერიოზული ახალგაზრდა სხვათა შორის, უცოლო. აი ესეც თქვენი ახალიობა. სხვათა შორის ეს არც თუ ისე რთული. აი უყურე. ხლევე. აი. ბატონო სევერიანი ხომ ფეხია? ფეხი ყოფილა, შებეშა. დოდო გენაცვლი ანახე. აი ასე. აბა არ შემარცხვინა. ახლა მეორე ფეხი. თქვენ თვითონ გააკეთეთ. სულ ადვილია. აქ დაჭდები. მოდით გოგო, ჩვენსკენ გადავიდიროთ. დიდად ვადიცემულო სევერია. როდესაც ყოველდღიურად სამსახურში მობრძანდებით და მიკითხავთ, ჩემს მაგივრად ცარიელი მაგითად არ ხდება. მაგრამ რას ისა? ჩვენ ერთმანეთისთვის არ ყოფილვართ დაბადებული. შედავით ბრძანდებით. კიდევ კარგი ნაცნობი არავინა. თქვენ ცდებით, პატიცემულო რეზიკო. აბა გაიხედეთ ფანჯრისაკენ? იცანით, არა? შემიძლია სახელიც გითხრათ. ლალი. მე მგონი მანაც გიცნოთ. რატომ გარიდებთ თვალს? თუ გახსოვთ, თქვენ თვითონ უთხარით სტუდენტი ვარო და იქნებ არ ელოდა აქ თქვენთან შეხვედრას. შენს ნათესავებს არც დაურეკიათ. თითქოს არაფერი მომხდარაო. რადიოში არ გამოუცხადებია. რადიოში არც გეებს აცხადებენ, მაგრამ სადა ამდენ ხანს? არ დაიარგე. ყოველ დღე ასე დაიგვიანებს? დღეს პირველი დღეა და ალბათ. ისე ლაბარაკო, თითქოს ბავშვის სათამაშოდ იყოს ასული. ზოგს მართლა თამაში გონია ხელოვნება. მელიტო. ნამდვილად უნდა პატივისცემა. ვის და ვინც რეზიკოს დაეხმარა. არა, მელიტონ. რა ვიცი. ცუდად არ გაგვიგონ. არა, უხერხული. რა არის უხერხული? ის არის კაცს წყალში ჩაუხარო ამაგი. მადლობა ღმერთშვილო, როგორც იქნა. რა დაგვიხეთკე, რეზიკო გულები, მოდი. სადახავ დედა ამდენ ხარ? რა ვიცი ეს მუსიკაო, სიმღერა, ლექციები, პროფესორებიო. მამა, მოკითხო შენი მადლიერი პაციენტები. ხომ არ დაიღალე? რა დამღლიდა?
რა უცნაური კითხვა. რეზიკო. პროფესორებმა თუ გიცნეს შვილო. ხა. შემოვიდა თუ არა ის რა ქვია? რომელი? ის ვაშაკიძე. ხა, პროფესორი ვაშაკიძე. ხა. პირდაპირ ჩემსკენ გამოქანდა. ხა. როგორ გიკითხოთ? მამა თქვენი ხომა ყოჩაღალი. ახლავე დედიკო. ჯამე დედიკო. ალისა. უიმე. მერე სტუდენტებს მიუბრუნდა. ამ კმაწყლს რომ უყურებთ, მისმა ხმამ გამოცდაზე უდიდესი ესთეტიური სიამოვნება მომანიჭაო. ხედავ მელიტონ, არა აუცილებლად უნდა პატივისცემა. რა გვარია? რა გვარია? ვაშაკიძე. კი, ნამდვილად. ეღოთა, დაღლილი. დაასვენეთ. აცალე საჭმიჟამი. მერე კათედრაზე აბრძანდა და აჭიკჭიკდა. მარა რა აჭიკჭიკდა? სიტყვა არ გამომრჩენია. ჩაიწერე შვილო. თავში, თავში. ზეპირად. ისე ლაპარაკობდა რომ ცოდვა იყო სუფში არ გეცკირა. ისე მოგეწონა იქავრობა? აი, რა ბილი. რა იყო რეზიკო? რა იყო მე რას უყურებ? მოდი შევდან. რეზიკო, რა დაგემართა? პატრონი, ალაფერდი გზეიჭდება. არა, თუ შეიძლება რომ მშობელმა ასე გასწიროს ერთადერთი შვილი. რა მოხდა? ქალების ფარაში თხასავითა ვარ გარეული. მერე მაგას საჯობია შესრულება. მორჩა. ხვალიდან ჩემი ფეხი აღარ იქნება. დასამო ბიჯო. არ დამღუპო ბიჯო. მიხედე ბავშვს კვილი არ ამოაწყოს. რას ქვია ამოაძროს? რა უცნაური თქმა იცი. არ შემიძლია მამ. უნდა გაუძლო. რას უნდა გაუძლოს? მართლა მის ხომ არა? მაცალეთ. უნდა მოითმინე, სხვა გზა არ არის. მე გესმის? მოთმენა აღარ შემიძლია. რეზიკო. რეზიკო. მადლობ. რისთვის მიხდი მადლობას? დედა, რატომ მადლობა არ უთხარიო? შენ რა ქვია? ლალი, შენ? მე რეზო. ანძია რეზიკო, სულ ერთი. ჩემს მასეს რეზიკო ქვია. მართლა მოგითხრა გადაეცი. ჯერ არ იცის ლაპარაკი, პატარა. მაინც რა ხელა? დედიკომ და მამიკომ უნივერმაღში. გასაგები. სულ პატარა, აი ამ არა უშავს. აი, იზდიაც მაგხელა იყო. იცია, კიდევ გაიზრდა. რეზიკო, დიახ. ჯო, ისენ ადრე მოსულყარ, ა? მე მგონი საპატიო დაფა არ აქცდება. ოჩახ, შენ მამა როგორაა? მარო განიცოლი ერთი ამ ახალგაზრდა სპეცნაზსაცმელი შეურჩა. კი, მაგრამ ბატონო სევერიან, ჩვენ ხომ მხოლოდ ქალებისათვის. მაშინ ახალი კი ბატონო, წამოგწანდი. ვალიკოს გამომართო. ეს რომელია?
რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი? იმიტომ რომ მას არ ქონა სათამაშო. სწორია. გავაგე. ნამდვილად ბედი არ ქონია და მთელი ღამე სარკესთან გააცელა და ვისთვის შორის ძალიან ტკბილად მეძინა. რატომაც არა, გვერდზე მოგისკუპეს. ვისაც უნდა უთმო. რა. ადგილსაც და მეზობელს. აბა, გამოთქვი. ვის გინდათ? ეს ადგილი ეთერის ეკუთვნის. თმები შეუღებია. შევიღები? სულაც არა. უბრალოდ ლანდატონით დავიბარე. რადგან ასია? ყიდი ადგილ. ასიმანეთი 1. ასიმანეთი 2. 1000 1. 100,000 100,000 მილიონი 1. მოიცად გოგოებო. ძალიან ადგილი ვისტრასი. გული მიგზნობს აუცილებლად მოვა. გოგოებო. სიზმარი ვნახე. ყველას საქორწილო თეთრი კაბები გვეცლა. თმებში მინდვრის თეთრი ყვავილები გქონდა ჩაწნული. ვიდექით და მოუთმელად ველოდით მის გამოჩენას. აბა ვის აგვირჩევს? ვის აჩუქებს ღიმილს? ამ დროს კარი გაიღო და ამ დროს მეც გამიღვიძე. დოდო გენაცვალე, ის ხომ არ შემოსულა გაზეთის ფოტოკორესპონდენტი სირბილაძე. არა ბატონო სიარიან არ მინახავს. ის ხომ არ არის? ოხ, რაღაც. ჰალო! გაიცანი. სასიამოვნო. აბა, ამოირჩიეთ რომელიც განებო. ბოდიში? თუ შეიძლება აბზანოთ. ბოდიში? ერთი. ვერ აბზანოთ. აბა, რა უნდა წავედი. მეთქვა? ხო მართლა, ეს მოწვილი? აბა. ჩაიტიეთ. რა ბატონო, რას მემარება? ელთაძე. დაუჩქარეთ. წავედი. იცით რა? მე არ მოველოდი. რას? თქვენთან აქ შეხვედრას. ალბათ პრაქტიკაზე ხართ ინსტიტუტიდან. ბერძიგო. მოდია. მოდი. ვიღუპებით. სულად არის სახე. რა მოხდა? დედია შენმა დაიჩინა გინდა თუ არ გინდა უნდა დაპატიჟო პროფესორი. შენ დაპატიჟებ, მე დაპატიჟებ. ვალიგო, ორი მანქანა ასლანთან უნივერვარ. ცაცში არ ჩავარდნი, ცაცში. არის. სევერიან. ო, მელიტონს ახლა, ჩემს მელიტონს. როგორ რა იყო, რა ფერი გადის, კაც? ჰა? ვიღუპე. რა მოხდა? უნდა მიშვენა. კი შენი ჭირი? პირას უნდა მოხვიდე ჩემს სახში. რატო?
Урмайс. შეგარცხვინა ვერთ მაშინ შემაშინე გაც. ბიჭო, შენს ოჯახში მიპატიჟებას ვერ ღირსე და მაგაზე გეტყვი ვარ? ოონდიცადე. შენ სევერიან ძიძივაძე არა. აბა ვინ ვარ? გამარჯობა. გამარჯობათ პატივცემულო. გამარჯობათ, გამარჯობათ. მე რეზიკოს დედა ვარ, მელიტონის მეუღლე. თბილისში ექიმია. გახსოვთ, ხო? ასე სიამოვნო. ვირას ჩვენთან უნდა მოვხსნა. პატარა ბაღშამივით გვაქვს და ძალიან გთხოვთ. მისამართი ხომ გახსოვთ? შუბლაძი სოცი, სხვათა შორის თქვენი კოლეგაც იქნება. პროფესორი ვაშაკიძე. ვაშაკიძე. შენ ხარ კონსერვატორიის პროფესორი ვაშაკიძე. ელიტო. შენი ჭი. ბიჭო, ხარხულია დირექტორი ვარ თუ გინდა ჩემწოს. გული. ნუ მოხვა. შეიძლება გითხრა ეს რა სადარდებელი სხვა გზა არ მაქვს. ბიჭო, ვინმე რომ იცნობს? ვერავინ ვერ გიცნობს. ყველანი სიტყვას დაპატიჟებ. გმადლობთ, ვეცდები. ძალიან აუცილებლად. დედა, გაიგონე? უსიკვდილოდ მოვალო. დირექტორი. არა. პროფესორი. ატაკაბის. მე ვფიქრობ პროფესორი დავსვათ აქ. არავითარ შემთხვევაში. აქედან სამზარეულოს გარეთ. აი აქ. მართალია. მაშინ ხიზილალა დადგათ აქ. მელიტონ, პაპიროს თუ ეწერა. გონი ეწერა. დედა, საფერფლე. მოიგეთ ბატონო. ეს ზედმეტია. აბა თუ მიხვდები ვინ უნდა მოვიდეს. მუსიკათ მცოდნე. ვინ? აი ისე რომ კბილი ამოუღე. ქუჩაში შემხვდა. ძლივს გავბედე მისვლა, ძალიან თხოვე. დამტირდა მოვალო. ვიცოდი გაგეხარდება და. ძალიან. მოვიდა. მოგზანდით პატივცემულო შალვა. ხო. ყველა ტელევიზია. გაიცანი ჩემ მეუღლე. გამარჯობათ პატივცემულო შალვა. სასიამოვნოა. რეზიკოს ვახლავარ ჩემს სიავაღეს. ხო, გმადლობთ პატივცემულო სიდედრის შალვა. ბიძაშვილი. გამარჯობა. არა. სიდედრის ძმის შვილი. გამარჯობა. ის ძალი. სასიამოვნო. სიდედრის და. მაბადიეთვადი. სიდედრის მა. გამარჯობა. არა. სიდედრის მა. პატივცემულო შალვა. ბოდიშ ვიხდი ბატონებო გალოდი. რას ბრდა პატივცემულო შალვა. ხელის გადაბანას ხუმარინებები. შეიძლება. მოგზანდით ჩემს კაბინეტში პატივცემულო შალვა. სულ დამავსდა. გაიცანი სიდედრის ისუ. გაუთხოვ. enchanté de votre connaissance. გმადლობთ ყურადღებისათვის. მაბადიეთ. ღმერთო. ხეთა შეხედეთ. რა თავდებალია რა? დედა ყურადღებიანი. ხო რა ბაგაჟის პატრონის შანს? კაცი უნდა ვარგოდეს კაცად, თორემ ეხლა მანქანებიც კი არ ასწავლი. მართალია. რა არის ეს რა? ლირა. ლირა? ლირა. ი პროფესორი, კი. შენ რა გითხრა? ისე შემოყვედი მართლა პროფესორი მეგონა. მამა ჩემს რა უთხარით, ისეთი მსახიობი ვიყო, პანთეონში დასაფლავება არ მცდება. დილად არ ახსნება. ისე შენი ხათრით მეთქო რა. აბა მუსიკალურ ტერმინოლოგიას გადავხედე. კიდევ ხომ არ მოვავიდი. ალისას დაუპატიჟე ერთი მუსიკალს. ხუბავ? არა. არ მოვა. რაიც? 101 დაპატიჟე ის ხომ არა. ხომ არაფერია საჭირო? ყველაფერი რიგ. ალისა. ვინ იყო? არავინ, მეზობელი. მობრძანდით? ხო. აბა შენიცი. ხო. კიდევ ერთ ხელფადიებას ახსოვს ბატონებო. ხო. მოგზავნე. ახ ეს. დაბრუნდით პატივცემულო შალვა. გამზავნით. საჯიბოგა. პატივცემულო დომენი. აი აქ. მადლობა. დაბრუნდით. ხო პატივცემულო შალვა. დაბრუნდით. ილფეშო. გამზავნებოდა? ბატონები. ცხელა ბატონებო. რაიო, ხელა. ხელაო. პატივცემულოს საზღვრული მომენტ მოთმანება.
მელიტონის ოჯახს ეწვია საყოველთაოდ ისტორია პროგრესული კულტურის უანგარო მოღვაწე ჩვენი დროის დიდი ალპინისტი რომელსაც დაპყრობილი აქვს არაერთი უსახელო მწერალი სახელო მწერალი ფიზკულტურელი ბრძანდება თუ ხელოვნებისა პატიცემულო დრომა ხელოვნების თქვენ პატიცემულო შავ როგორც მშობელი დედას უნდა რესიკოს ნამდვილად ნიჭიერული ხმის ჩამოყალიბების რესიკო არის ხის ნედლი ტოტი დიახ ნედლი ტოტი რომლისგანაც თქვენმა მადლიერმა ხელმა უნდა გამოთავოს ხვატკბილის სალამი. ეს ტოტი არის ამონაყარი იმ ფესვმაგარი მუხისა, რომელსაც ვერ ამოაგდებს ძნების ქარიშხალი. ნება მიგოძეთ სიამოვნებით შევსვათ თქვენი საკითხი. მეგობრებო, მე მინდა ჩვენი ოჯახი განათესაების სახელით უდიდესი მადლობა გადაუხადო პატიცემულ შალმს. ბებიკო მართალია. რეზიკო. სულ კარგად და ბედნიერად ბატონო. ბატონებო. ჩვენ ხელოვნების შაკეთ ერთი დიდი მიზანი გასული. მიცეთ სულიერი საზრდო. იგი სოლფეჯიო. ჩვენს მომავლის მქონე ახალად. ბატონებო, ადამიანის აღზრდა აკვიდან იწყება. ბავშვი თავის პირველ კონტაქტს გარემოსთან ამყარებს სათამაშოების თავს. აიმე თქვენ გეკითხებით, რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონება ჩლუნგი? რატომ? მოიწმინეთ, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა სათამაშო. სათამაშო ავსებს და ალამაზებს ჩვენს ცხოვრებას. დიახ. ხოდა ასია სიმღერად. ესე იგი, იანო, ფურტისი. სიმღერა სიცოცხლის წყარო. ესე იგი, დომინუენდო. მადლობა სულხასერებს ბატონო. ჩემზე თქვა დომენტიო. მაგრამ ბატონებო, მარტო სიმღერით თქონს ვერ გახვალ. როგორც განსვენებული ბეთჰოვენი ამბობს. ალბათ ის არის თქვენი მეგობარი, მუსიკას მცოდნე. აჰა, სიამოვნო. შემოდი. რეზიკოს ბერი დარდაიტა. რეზიკო. კუცა. ეს შედის კონსერვატორიის სტუდენტებია. არა წელს ვერ მოხდნენ. ისე კაი ბიჭებია. რავო. რეზიკოს ამხანაგები არიან. რეზიკოს. დასმობდი. სოლვეჯია. არა. ხო. როგორც ხონებული მოცარტი, და ხოლმე საჭიროა შრომაც. პიჩიკატო. რომელ კაცოზე ლაპარაკობ? მადლობას მოგახსენე. ოდიში. დიდი ხანია ჩვენს კონსერვატორიაში რომ ვასწავლეთ, ბატონო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არა. მანამდე სერმოვატეობდი. მანამდე ოდესა, კიევი, ლენინგრადი, მოსკოვი. ნამდვილად თქვენი მეგობარია. ნამდვილად ის არის. მელიტონ, არ მითხრა ახლა ეს ისტორიაო. ხოლოდ 5 წუთი პარა. აურად რო გასულა. ბატონებო, უნდა დაგწო. შევოდ, გადაუდებელი საქმეები მაქვს, სიამოვნებით, რა. ხალბატონო გუცა როგორ მინდა დავჭე, მაგრამ არ მოიდიეთ, არ მოვიდა. რაკაცია, ბატონო შალვა, ასფასაპირე. არა, გაქცევა,
რეზიკო ძალიან მაყოფილია თქვენი ლექციები. არა რეზიკო? დიახ, ძალიან. რეზიკო. Excellent. Капитан, хорошо, ребята. პატივცემულო შალვა, შეიძლება ერთი წუთი? მე ბატონო. დიახ. შეუნე, დიახ. გულიკო, ნეტა შენ თუ გეგრძება პატივცემული შალვას მოსწრე. ჩვენთან აპირებს? დიახ, გახსოვთ ამასინათ ოლიმპიადაზე? ცეკვავდა რა? როგორ გეკადრება, წეროდა? წეროდა, ხო ეცუდეთ ხო. სხვა არაფრის გაგონება არ უნდა. იცით მთავარია ბულუა რა? ჟელანი. სურვილიო. გესმის გულიკო, მთავარია სურვილიო. თავარია სურვილი და მე ყველაფერი მოგვარდება ბატონო. მოგზაით. ეს რა გაიგესებია, კაცო? ის არის ხო? ვარლავ ნახე რა გონგეთებია რა. როგორ გავს? მაჩვენე კაცო. ვაი, ეს ის არის. შეხედე კაცო. როგორ გავს? იბარ. ეს მე, იბარ გაკეთა. ჩვენი სათამაშო ბავშვის სულიერი საზო. დია. აი ხანდახან თქმაც გიძნელია, სიმღერაა უფრო მთავარი თუ სათამაშო. დია. სათამაშო მაინც ვარ. რითმეტყვი ჩვენ უпроსტეთ. კინო, თეატრი, ფეხბურთი, ტელევიზორი, ურმალიზარი. ბავშვ ისევ სათამაშო. რა ვარ ჩვენ ამის შემდეგ ვალდებული მივცეთ მას ამაზი ხალისიანი სათამაშოები. ამხანაგები ადამიანი, რომელიც სათამაშოებს ქმნის, ის პოეტია, ნამდვილი პოეტი. ისანგიტალ შემომვლელო ვაიმე უიმე არის.
გაჩვენე. რა გადასწრებია. ვიღაცას მაგონებს. ნამდვილად. თუ შეიძლება. შესანიშნავია. ასეთ გასართობზე ბავშვების კი არ იტყოდნენ რა. ალისა. ვის ასეთი ნიჭი ჰქონია და ხმას არ იღებ? აუცილებლად უნდა აჩვენო ვინმე. არა, პატიცემულო შალვა. გასაკვირველი. მართლა. ბატონო მელიტო. თქვენ შემთხვევით სათამაშოების ფაბრიკაში ხომ არავის იცით? არავის არ ვიცი. მე რომ ფაბრიკის დირექტორი ვიყო, პარლამი იცნობს დირექტორის ნამს. ვის კორესპონდენტ სირბილაძეს? ხო. ვიცნობ კი არა თუ გინდათ ახლავე აქ გავაჩენ თავის ფოტოაპარატი. მაგრამ ჩაგხატავს კიდეც, გასაკვირველია. გადასარევი აზრია. სახსოვრად მაინც დაგვრჩება პატივცემულ პროფესორის სახე. მე მგონი არ ღირს ამისათვის კაცის შეწუხება, ქალბატონოებიც. მართლაც უხერხულია. ხომ არ ერია აპარატი მოიდან და სურათი გადაგია. ჩემი ხათრით ქვას შეუშვეს თავს. რაღაც უცდი დაურეკე. ახლავე ბატონებო, ახლავე. ალო. არ პასუხობს? დაფჭებული. აბა. როგორ ბატონო შალვა ვიწყდები? ნუ დახვალ ბატონო გუცად რო არის. ერთადერთი ფოტო. ბატონო შალვა მიბრძანდები? დაბრუნდით პატიცემულო შალვა? პირდაპირ. ყველაფერი ვიგზია. აბა? ხო? ეს თქვენი კოლეგა იქნება კონსერვატორი. აუცილებლად. სასიამოვნო. მედიტო. ცუდად. გამარდი. ვაიმე არიგეთ მასალები დროა. ნუ აგვიანებ. dobra. აჯება. სავან ეს? გავაჩ. ეს რა? შენ გააკეთე? არა. აბა ვინ? არ ვიცი. არის. Feziko. Де? შენი ხუმრე? Feziko. არა ბატონო მე არ. ხოჩა.
ოჩახ რეზიკო. კარგია, კარგი. ლალი, დაგელაპარაკებით, თუ ერთ პირობას მოიცემთ. რას? შუა სიტყვაზე არ მიმატოვებთ. თანახმოვარ. განაგრძეთ. ქალიშვილო, ხომ ვერ მეტყვით დირექტორის ნახვასაც შეიძლება? როგორ არის? აი ის კარებია, ხელმარჯვნით. დამობრძანდა. მიგზავნით. გმადლობ. როგორ გეკადრებათ ბატონო? ჩვენი პროდუქცია მთელ კავშირშია ცნობილი. საზღვარგარეთ? დიახ. მოიწმიდეთ, თქვენი ბავშვი რამდენი წლისაა? გამარჯობათ, პატივცემულო შალვა. გამარჯობათ, ქეთაყვა. დაბრძანი. გმადლობ. ხო. რაც გნებავთ? ლომები, ლეფხვები, დათუნიები, ფისუნიები. დაბრძანი. არა, თქვენ მერე დაგირეკავთ. თქვენ ჩემთან? არა. მე ფაბრიკის დირექტორი მინდოდა. თქვენ საიდან გაჩნდით აქ? დირექტორი მეგახლა? ჰა? ეი. როგორ პატივცემულო შალვა? ქალბატონო, თუ მე მელაპარაკები, ჩემი სახელია ქსევერია. როგორ? თქვენ პატივცემული შალვა არ ბრძანდებით? ჩემი რეზიკოს პროფესორი. არ რომ ესმის. რა რეზიკო? რის პროფესორი? სწორედ არ მესმის. პატივცემულო შალვა. ქალბატონო, რას გავს ეს? არავით არის შალვა. მე ვარ სევერიან ციცივაძე, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორი. დიახ. აი, უყურეთ. ტიკ. როგორ ბატონო, წუხელ ჩვენთან არ ბრძანდებოდით სტუმრად? არა, ქალბატონო, არა. თქვენ რაღაც გეშლეთ. სასწაული. პატივცემულო შალვა. ბოდიში სევერიან. პირდაპირ თვალებს არ უჭერი. ხმა? ხმა? დიახ. რატომ ბატონო, რის ხმა? თუმცა მე მესმის თქვენი ხანდახან ხდება ხოლმე. თქვენ მგონი რაღაც საქმე გქონდათ ჩემ. მე იმ საკითხზე. ესე იგი სათამაშოები. რა? სათამაშოები. ვერ გავიგე. ჩემი რიზიკო კონსერვატორიაში სწავლობს და სახლში. სახალისო ჩხილკედელაობს. პროფესორ მამაშაკიძემ მისჩია თქვენთან მომეტანა. მომეცით გეთაყვა. და საინტერესოა. იცით რა? დამიტოვეთ. განვიხილავთ სამხატვრო საბჭოზე და თქვენი მისამართი. ბელთაძის ქუჩა. შუბლაძის ქუჩა. შუბლაძის 20. მელიტონ ბელთაძე. მელიტონ გრიგორია? ბელთაძე. კარგი გვარია. ბელთაძე. ასე პასუხს პოსტით შეგატყობინებთ. დიახ, ასე. მადლობ. ბოდიში. კარგად ზამთრობთ. მელიტონ. ისმენ? ახლა. პატივცემულო მელიტონ, ტელეფონი. ისმენ? სევერია. როგორ? მერე? იქნება შესწრები. როგორ?
მაღალი, მელოდი, გრძელი ცხვირი, სათვალეები. ხმა? სულ სათამაშოები კი ეკერა პირზე. აქ რაღაც ამბავია. შეიძლება მე ვცდები. და იქნება არ ვცდები. რა იცი, იქნება ბავშვი არ ზდების კონსერვატორიაში. მელიტონ. მელიტონ. რა კარგია რომ მოხვედი. ძალიან ცხელა მელიტონ გარეთ. იცის ქვეყანა. დედა, არ ვისადილოთ? მე რეზიკო. დაგვიანდება. და მე რაღაც კრება მაქვსო. კი, მაგრამ სახლში ვერ დარეკა მელიტონ. იქნება დარეკა. მაგრამ ტელეფონი რომ გვაქვს გაფუჭებული. კარგი, მელიტონ, გენაცვალე. დედა, წამოდი მომეხმარე. კილათ მელიტონ. სად გეჩქარებ? ჯერ სახლში. მერე? მერე ბიბლიოთეკაში. საჯარო? დიახ. წარმოუდგენელი. რატომ? რატომ ერთხელ მაინც არ შეხვდით? თქვენც დადი ხარ? დღე არ განიცდენია. არ ვიცი. ნახვამდის. უკაცრავად. საჯარო ბიბლიოთეკა ხომ არ გადაუტანია? ისევე კარი. კეცხოველის ქუჩაზე. კეცხოველის ქუჩაზე. გმადლობთ. მამა, ფული. რა ფული? დღეს სტიპენდიის დღეა. მერე? აბა ხუთები რო ჩამიჭიგიგე რა გეგონა? დღეს ცოტა შემაგვიანდება მამიკა. მერე? ინჟინერი. მერე? მერე კოსმონავტი. მინდოდა დავინახა მართლა მრგვალია დედამიწა თუ არა? მერე? ვერი მომღერა. მერე? მერე ღრუბლებიდან სკუპ პირდაპირ სათამაშოებში. ახლა რა საპირებ? ახლა? ცეკვას. მოდი ვიცეკვათ. არ მინდა? მაშინ მოდი კენჭი ვყაროთ. ყველაფერს ბედი უნდა. დავიდეთ. გიყვარს ცეკვა? კი, შენ? დღეს დილამდე რო ვიცეკვა სიმფონია არ დავიღალე. რატომ დღეს? როგორ გითხრა? ეს დღე თითქმის ყველაზე ბედნიერია ჩემს ცხოვრებაში. თითქმის? ესე იგი არ ყოფილა ყველაზე ბედნიერი. ყველაზე ბედნიერი იქნება ის დღე, რომელიც
ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ჯერა რომ სულ მალე დადგება, სულ მალე. ხეშეთ მომდით. დღესაც გონიათ კონსერვატორიაში ვსწავლობ. რა ვქნა არ ვიცი. მე მგონია, უნდა უთხრე. Genazvale, Reziko. ხომ გეუბნებოდი მეწავალ მეთქი. ესაა საქმე? ეგ არაფერია. კიდევ კარგი კონსერვატორიაში რომ დადის. ახლა ის ვაშაკიძე მაწუხებს. იქნება მართლა შემეშალა. თითქოს იმას ცხვირი უფრო გრძელი ჰქონდა. ახლა მეუბნები? არ ვიცი, მე თვითონ დავიბენი. დედა, წერილია ფაბრიკიდან. რა?
რეზიკოს სათამაშო მიუღია. დედა რა მიხარია? ახლავე რეზიკოს უნდა ვახარო. არ გაბედო. მელიტონმა და რეზიკომ არ გაიგო. დედა, ნამდვილად ვამბობ. ქარიშხალმა გადაიარა. ეს ის წუთებია, როდესაც გჯერა ადამიანის და სადღაც გულის სიღრმეში სინდისის ქენჩნასაც კი განიცდი მის მიმართ გამოცხადებული უნდობლობისათვის. მადლობა ღმერთს დროზე მოხვედი. შენ რაღაც კარგად გამოიყურები ბებიშო, დედა, თავრობის საჩუქარი მოგიტანა. პირველი სტიპენდია. გენას მადლობა. დედა, ამ დღესაც მოვესწარი. დანარჩენი რა უყავი? დანარჩენი დამიგვიდეს. ძალიან ბევრი დაუგვიდიათ. რა არის კაცი? კარგი ბურძენი, ახალი ბურძენი. კარგებია მერჩიეს. დამპალია. მოგზანდი მეგობარო. აჩაუჭე, კარგი ვაშლი, მოგზანდი. მოგზანდი, ინებეთ, დაგე კარგი ვაშლი, მოგზანდი. ახალი ბურძენი, კარგი ვაშლი, ინებეთ. ახალი ბურძენი. აი, მომეჩქური. ინებეთ ბატონო. ხურდა ინებეთ ბატონო. ინებდა. არ მინდა ბატონო. ბატონო, ხურდა ინებეთ. მოქალაქე. ბატონო შალვა. არა, ხალ ბატონო, რა შალვა, რის ბატონო შალვა. შალვა. ავი დამანებეთ. ერთი წუთი ბატონო. სკოლის მერხიდან წარმოებაში. გოგოებო, შეხედეთ, მოდია. Koshkeb sa gigeb
ლალი, ცირა. შენ აქ დამიწერე. კარგი? დედა, პირველი ხელფასი. დედა, გოდიში. ბიბლიოთეკაში მიმეჩქარებ. ლალი